ქართული ტაქსის გამოძახების სერვისის რაშის დამფუძნებლის ნოდარ ლაცაბიძის განცხადებით დღეს მცირე საშუალო და მსხვილი ბიზნესის ნაწილი გაჩერებულია. მეტიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ბიზნეს 4 მსხვილ ინვესტორთან მოლაპარაკებები დაუპაუზდა. ამის შესახებ მან BMG TV-ს გადაცემაში საქმიანი დილა ისაუბრა. მისივე ცნობით დღეს წარმოუდგენელია ქართულმა ბიზნესმა უცხოელ ინვესტორს ინვესტიციის ჩადებაზე ესაუბროს, რადგან ქვეყანაში სიტუაცია არასტაბილურია. მისივე ინფორმაციით ქართული ბიზნესების უდიდესი ნაწილი უცხოურ ინვესტიციებზეა დამოკიდებული, ვინაიდან შიდა ბაზარზე რესურსების ფუფუნება ბიზნესს არ აქვს. თუმცა თუ ქვეყანაში ინვესტორები აღარ დარჩებიან, ფულს აღარ ჩადებენ, ქვეყანა არასტაბილური გახდება და რომელმა მეწარმემ თუ ბიზნესმა ცხმა არ აიმაღლა, სიტუაცია მათთვისაც საგრძნობი იქნება. ბიზნესმენის თქმით, ახლა შიშის დრო აღარ არის და ყველას აზრის დაფიქსირება და ერთად დგომა უმნიშვნელოვანესია, რადგან ქვეყანა წარსულში არ დაბრუნდეს. ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმესთან დაპირისპირება, ამით ვერცერთი მხარე ვერ მოიგებს. კარგია რომ ბიზნესმა ლაპარაკი დავიწყეთ და ახლა მთავარია მოგვისმინონ. ეს განცხადება გადაცემა უძრავი ქონების პროსპექტში სოდის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დვალიძემ გააკეთა. ისიც თქმით, მთავრობას უნდა ისმოდეს ბიზნესის ხმა განურჩევლად ზომისა და სეგმენტისა. ეს ხმა კი პროცესების დროულ დეესკალაციას ითხოვს, რაშიც ვადამდელი არჩევნების ჩატარება და პატიმრების გათავისუფლება მოიაზრება. ზოგჯი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე გაყიდვების კლება უკვე 20-30%-ის ფარგლებშია. გაჩერებულია როგორც საცალო, ისე კორპორატიული კლიენტები. კომპანიის მენეჯმენტში ფიქრობენ, რომ დროული გადაწყვეტების გარეშე გავლენა მომდევნო თვეებში ყველა ბიზნესზე აისახება, რაც ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად დააზარალებს. ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე მომხმარებლის ქცევის ცვლილებაზე საუბრობს რითეილ ექსპერტი მირანდე მანჭკალაძე, რომელიც ამბობს, რომ მსგავს ვითარებაში მომხმარებლის ქცევა იცვლება და ის ხარჯების გაღებისგან თავს იკავებს. მისი თქმით, მაშინ როცა დეკემბერი რითეილ სექტორისთვის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი თვეა, ეს პროცესები სექტორს მნიშვნელოვან ფინანსურ ზიანს აყენებს. მისი თქმით, ამ ვითარებაში იქამდე სანამ ქვეყანაში კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება არ მოხდება, რაც პროცესების დეესკალაციას გამოიწვევს, საუბარი შეუძლებელია. PSP დაზღვევის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის შეფასებით სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდული პრემიის ზრდა ძირითადად დაზღვევის გაძვირებით არის განპირობებული და არა დაზღვეულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდით. როგორც სოფოლებანიძემ BMG-ს განუცხადა წლიურ ჭრილში სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობის 25,000-ით გაზრდა უნიშნელოა. მისივე თქმით, არსებული მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ სადაზღვევო სექტორი მოგებიანობის მაღალ მაჩვენებელზე არ მუშაობს. ცნობისთვის, 2024 წლის 9 თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიებმა 253 მილიონი ლარის სადაზღვევო მოგება მიიღეს, ხოლო წმინდა მოგებამ 115 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 1.8-ჯერ აჭარბებს. საქართველოდან სანელებლების ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ 10 თვეში საქართველოს სხვადასხვა ქვეყანაში 8447 სუნელის გაყიდვით 33,400,000 დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ექსპორტის ღირებულება 171,7%-ით, მოცულობა კი 82,4%-ით გაიზარდა. მაშინ, როდესაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანამ 12,300,000 დოლარის ღირებულების 4,629 ტონას სანელებელი გაყიდა. საქართველოსთვის მთავარ საექსპორტო ბაზარად ჩინეთი რჩება. 10 თვეში ჩინეთის ბაზარზე 26,700,000 დოლარის 6,573 ტონა სანელებელი გავიდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით წლიურად ექსპორტის ღირებულება გაოთხმაგდა, ხოლო ექსპორტირებული საქონლის მოცულობა გასამაგებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს ჩინეთში სანელებლების ღირებულება გაიზარდა. სანელებლების წარმოებელი კომპანია Vaime Spice მომავალ წელს უნგრეთში ონლაინ მაღაზიის გახსნას გეგმავს, რომელიც ევროპული ბაზრებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი გოგიამ BMG-სთან ისაუბრა. მისივე ცნობით, კომპანია წლიურად 5 ტონამდე ქართულ სანელებელს აწარმოებს, საიდანაც 20% ექსპორტზე უნგრეთის გავლით გააქვს. უნგრეთში Vaime Spice პატარა მაღაზია და მიკრო საწარმო აქვს, სადაც საქართველოდან სანელებლების ტრანსპორტირება, შემდეგ კი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გადანაწილება ხდება. გოგია საუბრობს, რომ ონლაინ მაღაზია საქართველოში უკვე აქვს და წარმატებით მუშაობს. ახლა კი გადაწყვიტეს, რომ უფრო ფართო მასშტაბებზე გავიდნენ და ონლაინ მაღაზია უნგრეთშიც გახსნან. Vaime Spice-ის სანელებლები ევროპულ ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია. განვითარების კვალდაკვალ წარმატება შარშანდელთა შედარებით 20%-ით გაიზარდა. ცნობისთვის, Vaime Spice ყოველთვიურად 450 კილოგრამ სანელებელს ყიდის, სადაც 50% საქართველოშია წარმოებული, 50% კი იმპორტირებული. კომპანიას ადგილობრივი ბაზრის გარდა სანელებლები აზერბაიჯანში და უნგრეთში შეაქვს.